შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მორიგი ვიზიტი კიევში ბორისპოლის აეროპორტში მას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. ამის პარალელურად უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება დაძაბული რჩება დღეს სლავიანსკში სეპარატისტებმა ჟურნალისტები გაიტაცეს. ჟენევაში მიღწეული შეთანხმების უშედეგო დასრულების შემდეგ კიევში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი პირადად გაიმგზავრა. ბაიდენს ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი დეშიცა დახვდა. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კიევში ხელისუფლების გარდა სამოქალაქო სექტორსაც შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით ვიცე-პრემიერმა შესაძლოა უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ გააკეთოს განცხადება. განვარძობთ ინტენსიურ დიალოგს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ შევასრულებთ ყველა იმ პირობას, რაც ქვეყნებს შორის უკრაინის პრემიერ-მინისტრის შტატებში ვიზიტის დროს დაიდო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი შვეიცარიაში მიღწეული შეთანხმებების დარღვევაში უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა განცხადება მოზამბიკელ კოლეგასთან შეხვედრისას გააკეთა. ამასთან ლავროვმა გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ რუსეთის იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა უშედეგოა. მისი თქმით, რუსეთის იზოლირების მცდელობა სრულიად უპერსპექტივოა და დანარჩენი მსოფლიოსგან მათი გამოყოფა შეუძლებელია. Правый сектор уже почти полгода хозяин. მარჯვენა სექტორი უკვე 6 თვეა აკონტროლებს ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინის ქალაქებს და ცდილობს საკუთარი გავლენა ქვეყნის აღმოსავლეთზეც გაავრცელოს. ისინი არ ტოვებენ ძალადობით დაკავებულ ადმინისტრაციულ შენობებს. უკრაინის ხელისუფლება არაფერს აკეთებს სიტუაციის დასარეგულირებლად. მათ თითიც კი არ გაუნზრევიათ ქვეყანაში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად. ულტიმატუმებისა და სანქციების ნაცვლად ვაშინგტონს ურჩევნია მთლიანობაში გააცნობიეროს პასუხისმგებლობა მათზე, ვინც კიევის ხელისუფლებაში მოიყვანა. აღმოსავლეთ უკრაინაში დღეს სროლის ხმა ისმოდა. სლავიანსკში პრორუსმა სეპარატისტებმა კომენდანტის საათი გამოაცხადეს. მას შემდეგ, რაც ქალაქის ჩრდილოეთში მდებარე ერთ-ერთ ბლოკ-საგუშაგოზე მომხდარი ორმხრივი სროლისას 3 ადამიანი დაიღუპა. მთელი დღის განმავლობაში ვითარება დაძაბული იყო დონეცკში. დონეცკის მხარის დობორვოლსკის რაიონში უკრაინულ საგუშაგოზე თავდასხმა მოხდა. ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა. აღმოსავლეთ უკრაინაში მუშაობამ სახიფათო სახე მიიღო მედიის წარმომადგენლებისთვის. სეპარატისტებმა სლავიანსკში უცხოელი ჟურნალისტები დააკავეს და დღესვე გამოუშვეს. ამის შესახებ სააგენტო უნიას ჟურნალისტმა დენის კანზასკიმ განუცხადა, რომელმაც თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია ჟურნალისტების გადაცემის შესახებ. ჟურნალისტების გათავისუფლებამდე სპეციალური განცხადება გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანდრეი დეშიცამ მედიის წარმომადგენლების გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ ეუთოს მისიასთან შეხვედრაზე განაცხადა. სლავიანში ჟურნალისტების გადაცემის ფაქტით აღშფოთებულები ვართ, მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ასევე ვიმედოვნებთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაგმობს მსგავს ტერორისტულ აქტებს. დაძაბული ვითარების გამო ადგილზე მუშაობის საშუალება არ ეძლევა ეუთოს მისიას. მისიის წარმომადგენლებმა დღეს ბარიკადებით შემოსაზღვრულ სლავიანსკში შესვლა ვერ მოახერხეს.